ამინზე დამოკიდებულმა მოსახლეობამ მიწის ნაკვეთების დამუშავება დაიწყო. თუმცა რამდენად შეძლებენ მოსავლის მოყვანას მშრალ ნიადაგზე გაურკვეველია. სარწყავწყლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი ბოსტნეულს მაინც თესავს. სტაფილოს დავთესავ, ნაკლები წყალი უნდა სტაფილოსა და თუ წვიმები მოვიდა, მოვა ცოტა. აი იქ ნიორი მაგ დათესილი, იქ კარტოფილი მაგ დათესილი დაბარულში. აი იქაც დავბარე, იქ ხალხს დავთესავ. ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ წელსაც დიდი გაჭირვება ელით, რადგან სოფელ ერგნეთში სარწყავწყლის პრობლემა დღემდე გადაუჭრელია. ძირითადად სოფლის არის სარწყავი. თუ წყალი არ იქნება, მოსავალიც არ იქნება. აბა ამ ხეებში ხედე როგორ გაუხრებული და გადიელი. წყალი რო არ არის, აჰა, სათავე ნაგებობა, საიდანაც ერგნეთი და ერედვის თემში შემავალი სოფლები სარწყავის წყლით მარაგდებოდნენ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს. და მდგომარეობა იქ თუ ვერ მოწყა, მაგრამ რა იბარგი და მოსაჭრელები ესულა ვაშლი. ვერ აყვანთ არაფერი, ვერ ვამუშავებთ. აი ემიდრების უცხარელა ყველა. ურწყავების გამო ტრაქტორი არ არის, არაფერი არ არის, თო ყველაფერი წაიღეს. ადგილობრივი მოსახლეობა გასულ წლებს და განსაკუთრებით შარშანდელ პერიოდს იხსენებს, თუ როგორ გაართულა სარწყავწყლის არარსებობამ მათი სოციალური მდგომარეობა. ერთ ყუთში იძლეოდნენ ლარნახევარს. იმის მოკრება და ჩატანაღილი და ის რაც უნდა მოგვეკრიფა დაუშვათ 2-3 ტონა ვაშლი ხეზე დარჩა ზედა ვერ მოგრიფა ეხლა იმის გულისთვის რომ მომეკრიფა და წამეულო იმის ფასად არ აღიდა. ერგნეთში სიტუაციის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შიმშილობის საფრთხესაც არ გამორიცხავენ. თქვენ თვითონ ხედავთ პირდაპირ ცხინვალზე ვართ მიბმულები. ეს კუთხე არ უნდა დაიცალოს და თუ წყალი არ იქნა ზაფხულში ცხელი მშრალი ზაფხული ეცეს აქ მოსავალი არ იქნება და ძალაუნებურად იზოლებული იქნება წავიდეს. ამიტომ სტრატეგიულია ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით საზღვრისპირა სოფლებში სარწყავწყლის პრობლემის მოგვარება წელს აღარ გაჭიანურდება. ამისთვის სათანადო მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ერთ-ერთი ორგანიზაცია არასამთავრობო, რომელიც განახორციელებს ძალიან მალე პროექტს, ეს იქნება 4 გენერატორის დამონტაჟება, რომელიც რამდენიმე კილომეტრზე ატვირთავს წყალს და შესაბამისად ამ სოფლების გასარწყავების პრობლემას მოიხსნება. ერგნეთში აგვისტოს ომის შემდეგ მოსახლეობა ჩვეული ცხოვრების რიტმს თანდათან დაუბრუნდა. ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა სოფელი ისევ დაიცალოს. ამჯერად აღნიშნული პრობლემის გამო. ხალხი არ იქნება და დაცარიელდება დაიცალოს.